შედარებას გავაკეთებ, ნატო ამ ბოლო პერიოდში დაემსგავსა ზებო გულთმისანს წაშილოსის და იმედს რო აკეთებს. ზის ჩვენ ვხრით, როდის გამოიხედავ სამწეს და ხანდახან შემოკრავენ ამ ზარს, რომ აი კიდევ გაქვს შანსი. ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები აქ კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახლობლადიანზე ნატოზე ესეთი განხადებები ახალ მემარჯვენეებს. რატო გიკვირთ ვერ გავიგე? რატო გიკვირთ, როდესაც სახელმწიფოს მოქმედება იმდენად არარეალურია ნატო უკვე ჩვენ. არა არის არარეალური, უბრალოდ არის კოლოსალური შრომა საჭირო და ჩვენ აგვისტომ ძალიან დაგვაშორა ამ ნატოსთან დაახლოებას. ძალიან დაგვაშორა. ანუ ამ ხელისუფლების გამოიწვევით დავშორდით. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს მარტივად გეტყვით. ისეთი სიტყვა იხმარეთ, ეხლა თქვენ მეშინოდეს თუ არ მეშინოდეს. მეშინოდეს თუ მიხაროდეს. მეშინოდეს თუ მიხაროდეს. არ დაგაინტერესოს. იმდენად უინტერესო რა მოხდა დღეს მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომ არ დაგაინტერესოს. დაინტერესი იმით, რისთვისაც მოხდა ეს ცვლილებები. ეს ცვლილებები მოხდა კონკრეტული ფაქტის გადასაფარად და რადგან სხვათა შორის ნინომ რო თქვა, რომ ეხლა პრეზიდენტის გამოსვლა ჩაირთვებაო, ჩაირთვა არასანიას გამოსვლა რა. არა, ტექნიკური არასაქმე არ იქნები. აი შეიძლება დაგაინტერესოს. ჩვენს ვიდეოში და მე არაფერს არ ვამბობ. ხელებს მოუყივლა, ასე მეშინოდეს თუ გვიხაროდეს ამ ცვლილებების და ნატო როდის იცემოთ ბატონ პატას მოუწ. არა, სიხარული არასდროს არ არის მთავრობასთან დაკავშირებული. ეხლა დამაბრალება და რა გაგრაფვა ქონდა. ასე წარმატებულ სახელმწიფოში სიხარულს მოკავდა მთავრობა. მთავრობა ჩვენ მოსახურია უნდა იყოს. თუმცა ფუსუხი მთავრობას, თუმცა იმუშაონდა. გვიხაროდეს ბედნიერება, შვილის დაბადება, სულ სხვა რაღაცები გვიხაროდეს. სიხარული ხარ არის. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი მომენტია ის, რომ ბატონ სააკაშვილი ამ მეთოდებით, ამ манипуляციით ახდენს მთავრობის სრულების ფარავს რაღაც მისთვის საინტერესო პირად რაღაც ქვია ღონისძიებებს და შემაშფოთებელია, ჩემთვის შემაშფოთებელია ეს, რომ მაგაზე მოდიან განთავისუფლება და მე მგონი, რომ თავისუფლების ინსტიტუტი ბრუნდება ხელისუფლებაში. ჩემთვის დამაფიქრებელია ეს, რომ ლომაიან მოსაწერა განცხადება და თავისუფლების ინსტიტუტი მიდის ჩემი აზრით გაეროში გაუშვებდა ლომაიანს. არავინ არ აფიქრებს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ანუ აღკარა ჩანს, რომ რაღაც ჩემი აზრით ყველაზე არაქართული ფენომენი ამ ქვეყანაში რომელიც არაეროვნული როგორც თავისუფლების ინსტიტუტი ისევ მოდის ხელისუფლებაში იკავებს პოზიციებს და თქო უნდა ძალიან შემაშფოთებელია. აი ეს მათ თქო დამაფიქრებელია, მაგრამ ეს ყველაფერი მოსულს გულს აკეთებს. ნიკა გვარამი არის ციტა დიალოგიამ რაღაცები ვერ გააკეთა. თავისთავად უნდა იყო გამტარი. ანუ რაღაცა ხედავ როგორც ჩას დიალოგიამ რაღაცაკაცი როგორც ჩას იქნება. თუმცა გაწონებულია რომ გვარამია დიდხანს არ ვერ შერჩება ამ თანამდებობაზე საკაშოს ეს ხალხი ჭირდება სხვაგან. პროკურატურაში და საფრანგეთში სადაც ესეთი ადამიანები უფრო ეფექტურად იმუშავებენ. მგონი ეს მაინდროებითია, მათ უნდათ მოდიას კავშირა დიდი ხანია და ეხლა ჩაუარეს ხელში ეს მომენტია და გაეფორმებინათ საერთოდ რაღაც კარუსელის რაღაც ვარიანტი. ამიტომ ზოგადად მე ჩემთვის შემაშფოთებელია სტილი, რა ფორმით ხდება ყველაფერი და თქო დამაფიქრებელია. ძალიან ეს ამერიკა კიდევ ერთ შეკითხვას მოუხსნიოთ და დავასრულოთ. ჩვენ კიდევ ეხლა ახსენეთ სისტემა და ჩვენ კიდევ მოუბრუნდით იმას, როდის იქნება 10 წელიწადში, 15 წელიწადში, როცა შეძლებს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ესეც ძირფესიან საკითხს ჩვენ ეხლა ფოტოს ვურწყავთ ჯოხს. ფოტოს კი არ უნდა ვურწყავთ, ფესს უნდა მოარტყა. ესმის აი ამ ფუნდამენტალურ საკითხებს თუ დავიწყებთ ჩვენ ფიქრს და საზოგადოების ჩამოყალიბებას, ჯანსაღი, სამართლიანი კანონის უზენაესობაზე, პიროვნების ხელშეუხებლობაზე, კონტრაქტის ხელშეუხებლობაზე და ასე შემდეგ, ამაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, მაშინ ნატო შესაძლებელია. მაგრამ თუ ამაზე ვერ გავაკეთებთ აქცენტს, მაშინ 10 წელიწადში კი არა, 100 წელიწადში არ იქნება. მოკლედ რა ვთქვა, ნატოს თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ მე დღესდღეობით ვერანაირ პრაქტიკულ შანსს ვერ ხედავ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. შეკითხვა ბოლო დარბაზიდან და თუ შეიძლება მასალმანუკა პირველი მინდა მოგესალმოთ მუზარჭია ბერაშვილი ჟურნალ ქართულეთის თავად რედაქტორი. კითხვა მაქვს ესეთი, ანუ რეპლიკაც შეიძლება ჩაითვალოს და მეორე კითხვას გავაგზავნებ აქვე ბატონ გიასთან შემდეგივე. ანუ ესე იგი თქვენ წეგან თქვით რომ უფეხო ჯობია თუ კოჭლი. წინააღმდეგ უფეხო მქონდა ხალხდა. მე მესმის რა თქვით. გასაგებია, ამიტომ მე მინდა ეს ორი გამიჟინო ერთმანეთისგან და პლუს კითხვა დავსვა რეპლიკის სახით. თქვენ თქვით უფეხო თუ კოჭლი და შეგამოდის რომ ერთ-ერთი მთავრობა იყო უფეხო, მეორე არის კოჭლი. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა გავიგოთ ეს მთავრობა კოჭლი და ეს გვიჩევია უფეხო თუ პირიქით. ეს ერთი თუ შეიძლება გავაგზავნოთ ბატონოგია თქვენ გქონდათ დიდი შანსი რომ გახდარიყავით საქართველოს პრეზიდენტი.
აქედან გამომდინარე, ალბათ პრეზიდენტს მინიმუმ 2 წლის ვადით მაინც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული თავისი პოლიტიკა, მათ შორის საგარეო და საშინაო, იგივე თავდაცვა თუ საგარეოში გაროში ვით გააგზავნი და აელჩოთ. შესაბამისად, ოპოზიცია ხშირად ამბობს იმას, რომ არსებობს კანდიდატურები, არსებობს კადრები, რომლებიც გვყავს, რომელსაც შეუძლიათ მუშაობით გაგრძელება, დარწმუნებულად თქვენ შეყოლებოდათ ეს კადრები და თქვენ მის დანიშნავდით აი ამ 4 თანამდებობაზე, თუნდაც პირველ დღეს, როდესაც თქვენ პრეზიდენტი გახდებოდით. დღეს საკალბულოს თანამდებობაზე. თქო, და იმიტომ რომ დღევანდელი დღე ამას ეწოდება. ხოთი სულწუნებს პრეზიდენტს კადრებს და ბატონ გეტყვი. კონკრეტული გადასახადს თუ გაქვთ. განათლების მინისტრად, თავდაცვის მინისტრად, საგარეო საქმეთა მინისტრად და ეს ძალიან ჰიპოთეტური კითხვაა, როდესაც არასერიოზული. როდესაც მე საარჩევნო კომპანიას ჩავატარებ და გავიმარჯვებ და საპრეზიდენტო უფლებამოსილებას მივიღებ, მაშინ არა მარტო ამ 4 კანდიდატურას ყველა მთელ კაბინეტს დაგესახელებ და ასე ვიტყვით, სახელებზე არ არის მთავარი. იცით რა შეასაქმე, აი ეს გვინდა განვასხვაოთ. ჩვენ რა გვჯერა და საზოგადოებაში როგორი გავრცელებული პოლიტიკური შეფასება. სააკაშვილს გონია, რომ თავისი ვიწრო გუნდით უნდა ატრიალოს კარუსელი. მე მინდა, მე ჯიბეში კი არ მიდევს ჩემი გუნდი. საქართველოში დეფიციტია კადრების. მე როგორ შეიძლება თქვა, რომ აი ხა მე წავალ სახში და რომ დავბრუნდები, ჯიბით მოგიყვანთ თელ მთავრობის შემადგენლობას. მე რას ვირდებით ის საზოგადოებას. ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, რომ საქართველოს მთლიანად საყოველთაო ნიჭიერების მთავრობა უნდა ჩამოვაყალიბოთ და თითოეულ პოზიციაზე ვინც არის ეს შეფასებამისა და პასუხი ვინც არის ამათენ თანამდებობაზე ღირსი რაღაცა კონსულტაციების მოლაპარაკების გზით მე მინდა ყველაზე კვალიფიციური ამ თანამდებობაზე დავნიშნო რომელიც ჩემს იდეოლოგიას ჩემს ფილოსოფიას იზიარებს ეს გასაკურებია იდეოლოგია წინათ არ არის და მე ვინც მიესაბამება ეს იქნება ეს იყო რომ მე გავაუქმებ ინტეგრაციის სამინისტროს მე გავაუქმებ ქართველებთან უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობის სამინისტროს მე გავაუქმებ ეკონომიკის სამინისტროს გავაუქმებ და შევქმნი I am ჩამოყალიბდება ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ჩამოყალიბებს არა მარტო ბიუჯეტს, არა მარტო ფისკალურ პოლიტიკას, არამედ მთლიანად მაკრო და ეკონომიკის მოკლე დინამიური, ეფექტური და აქტიური მთავრობა. ეს არის მთავარი. ამ კონტექსტში ვინც შეესაბამება, ეს იქნება ჩემი პარტიის წევრი, პეტრეს პავლეს პარტიის წევრი თუ პავლეს პარტიის წევრი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც იქნება ამას იმ თანამდებობაზე კომპეტენტური, ყველაზე კომპეტენტურს ვეცდები რომ მოვიწვიო და არ მოველაპარაკები მარტო ჩვენ პარტიას, არამედ მოვახდენ ფართო კონსულტაციას როგორც ოპოზიციურ, ასევე ხელისუფლების გაცემას თითქოს კითხვა კოჭლიჯობია თუ რომ ვინ არის კოჭლი და ვინ არის ხალხი აღარ გვინდა ხოზე პასუხი ხოზე გავაკეთე თქვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში ახლა რომ მე გავაკეთო აქ შედარებითი დახასიათება სააკაშვილისა და შევარდნაძის 22 ნოემბერს 2013 წლისა როდესაც ახალი მემარჯვენეები შევედით პარლამენტში ეს მე ვითომ გაგვაკრიტიკეთ რატომ როგორ დღეს ყველასთვის ცხადია რაც იყო და როგორც იყო მე მაშინ ვთქვი შევარდნაძე იყო წარმავალი უბედურება თუნდაც ბიოლოგიურად სააკაშვილი იყო მომავალი უბედურება მაგრამ ორივე იყო უბედურება აქ მოდით დავასრულოთ ამ საუბარი ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ რა კავაზაშვილი ფეხბურთელები რო ჩვენ გვინდა ზედანი არც შელებაძე არც კავაზაშვილი არც შელებაძე მოგცემს არაფერს და არც მეორე ესმის შევარდნაძე და სააკაშვილი ის ფაქტი რომ შევარდნაძე თუ სააკაშვილი ჯობია შევარდნაძეს და ეს კიდევ ღმერთმაიცის ჯობია თუ არა ჩვენთვის ვერანაირი შვება ვერ არის ჩვენ არ გვინდა არც შევარდნაძე არც სააკაშვილი ჩვენ გვინდა მოდით ვასრულებთ უკვე ნამდვილი პრეზიდენტი რომელიც საქართველოს ინტერესის გამტარებელი იქნება და თან იქნება კომპეტენტური საქმის მცოდნე და გულიანი ძალიან შეკითხვა მოკლედ ძალიან დღესდღეობით პირველი პრიორიტეტი არის საქართველოს ტერიტორიულობა დაუბრუნდა. რატოში შესაძლოა შემთხვევაში ეს უფრო გაგვიოლდება თუ გაგვირთულდება? 26 ქვეყანას გადაუბრუნდა. სკოლის